დღეს ექიმთან პირველად მივდივართ. 100 მარტოა. ისმენ? ჰელენი უნდა წავიდე. ილიას, დარაკვე ვერ მოვახერხე. მაპატია, იმ იდიოტმა ადვოკატმა ხელშეკრულება არ ჩაასწორა. ახლა ფაბრიკაში ვართ, იურიდიულ განყოფილებაში. ხელშეკრულებას ვასწორებთ. ექიმთან ვართ ჩაწერილი, უნდა წავიდე. ვიცი რა შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. იქნებ ჩვენ მოვიდეთ თქვენთან. არა. უკვე გამოვდივართ. თითქმის დავამთავრეთ. არც წახვიდე. 15 წუთში მანდ ვიქნებით. დაგველოდე, მალე მოვალთ. მოდიან. დრო მაქვს, იმედია მოვასწრებ. მოასწრებ. ძმაო, საავადმყოფო აქვეა. 5 წუთში მივალ. ასე გგონიათ? გაბატონო ასია, თუ გნებავთ წამობრძანდით. ექიმი გათავისუფლდა. იცით, ჩემი ქმარი უნდა მოვიდეს. 15 წუთი შეგვიძლია დაველოდოთ. აუცილებლად მოვა. პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა დაველოდოთ. გმადლობთ. ჰელენ, ხან 10 წუთით უნდა გელოდო, ხან 15-ით. უკვე 1 საათი გავიდა. მივდივარ, მიღებამდე 15 წუთი დარჩა. ილიას, ნუ მიყვირი. ეს ჩვეულებრივი ბიუროკრატიაა. რა შემიბრალია? მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანი შეხვდა. ხელშეკრულება ვერ შეადგინა. კარგი, დამელოდე, მალე მოვალ. მივდივარ, მართლა ვერ დაგელოდები. თან ასე არ შევთანხმებულვართ. გვინდოდა ომერზე გაგვეფორმებინა. რატომ მაყოვნებ? ეს საქმე შენ გამოწამოვიწყე. ომერს არ ვიცნობ. ხელშეკრულებას ან შენ მოაწერ ხელს, ან არავინ. ეს რა გამოხდომებია? ვაგვიანებ, წავედი. ილიას. მზად ხართ, ქალბატონო ასია? კარგი, ახლა მოვა. მიპასუხე, ილიას, მიპასუხე. ილიას, მომისმინე. უცნობ ადამიანს ბიზნეს ვერ ვანდობ. დირექტორთა საბჭოსთან პასუხი მეც უნდა ვაგო. თუ მკითხავენ თავდებში დაგიდგები. მათ არა. ხელშეკრულება მზადაა. მხოლოდ ხელი უნდა მოვაწერო. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. კარგი, მაჩვენე ხელი სად უნდა მოვაწერო. წამოდი. შეხედე, აი შენი შვილი. ის მუქი ლაქა? დიახ, ის არის. რა პატარა? კიდევ გაიზრდება. გრძელი გზაგელით. შეხედე, ეს გულია. უკვე ფეთქავს. დაუჯერებელია. ეს რა არის? რა მოხდა? ბავშვის სქესის გაგება გინდათ? უკვე ჩანს? საერთოდ ასე ადრე ამის დადგენა ვერ ხერხდება, მაგრამ გაგიმართვათ. შეხედეთ? ნაძლევი მოვიგე. ბიჭია.
მაგრამ აქ მარტო დამტოვა. რომ მოსულიყო ნახავდა, მაგრამ არ მოვიდა. დიდი მადლობა. რა მოხდა რატომ ტირი? ვინმეს რამე დაემართა? შენი შვილია? ეს ხომ შესანიშნავია. რატომ ტირი? ბიჭია. გოგო გინდოდა? ნიშნულობა არ აქვს. უფროსი ძმა იქნება. ამაში ცუდი რა არის? კარგია რომ პირველი ბიჭია. შენი ქმარი სად არის? შენი ოჯახი. მარტო იყავი ეს ამბავი რომ გაიგე. კარგი, ნუ ტირი. ასეთი რამ ხდება ხოლმე. წყალს მოგიტან. რამეს გიყიდე? შენ კი აქ იჯექი, კარგი? კარგად ხარ? უტირი. თორემ შენი ბიჭი ციტირებს. ყველაფერს გრძნობს. წამოხვალ რომ პირი დაიბანო. წამოდი. უკაცრავად. გისმენთ? ასე ავჯის ვეძებ. ვისი ქმარი ვარ? ეკოსკოპიაზე ვიყავით ჩაწერილი. ახლა ვევნახავ. სამზე იყავით ჩაწერილი. ხაბატონი ასე ამბობდა რომ უნდა მოსულიყავით. დიდი ხნის წინ წავიდა. დაგაგვიანდათ. გმადლობთ. ასე? რა? აქ რა საკეთებ? ღმერთო ჩემო, ნუ თუ ეს ჩემი სახლი არ არის. როცა მომინდება ვერ მოვალ. მოხვალ, რა თქმა უნდა, მაგრამ დედა დაწვა. მე კი განყოფილებაში მიდივარ. მხოლოდ მამას ღვიძავს. კარგი, მამასთან ერთად ვიქნები. იყავი, მაგრამ დედა არ გააღვიძო, კარგი? ახლა ხანს დაწვა. სიძის გამო ინერვიულა. ცაწყალს მთელი ღამე არ უძინია. წამალი დავალევინე და დაიძინა. კარგი, ძმაო, არ გავაღვიძებ. წადი, წარმატებას გისურვებ. კარგი, არ გააღვიძო. კარგი. მამა, გამარჯობა. გაგიმარჯო, შვილო. როგორ ხარ? რა თქმა უნდა, ამ ამბებმა დაგხალა. არა უშავს. საბედნიეროდ ყველაფერი მოგვარდა. ოსმანი უკეთაა. შერიგდნენ. ოღონდ დედა შენია გაბრაზებული. ახლა ხანს დაწვა. არ გააღვიძო. კარგი. სალიხასთან წადი. მოგვიანებით ისევ ჩვენთან მოდი.
გასცემ.